მოგესალმებით და დღევანდელი ჩვენი გაშლა ეხება ამ თემას თუ რას გეუბნებიან თქვენი სულიერი დამხმარეები, ანუ სულიერი დამხმარეები ეს ის სული არის შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე ვინც თქვენს გარშემო არიან და გეხმარებიან ცხოვრებისეულად წინსვლაში და ეს გაშლა ეხება იმას თუ რას გეუბნებიან თქვენი სულიერი დამხმარეები, იქნება ეს თქვენი წინაპრები, ანგელოზები, მფარველი ანგელოზები, თქვენი მაღალი მე და ასე შემდეგ. ასევე გვაქვს სამი ჯგუფი, როგორც ყოველთვის და შეგიძლიათ აირჩიოთ კრისტალების მიხედვით. პირველი ჯგუფი ეს არის სელესტიტის ქვა. თუ ხედავთ. მეორე არის ანგელიტი. და მესამე არის სელენიტი. კომენტარებში შეგიძლიათ და ასევე აღწერილობაში ნახოთ დროები თითო ჯგუფის, რომ მარტივად გადახვიდეს თქვენს მიერ არჩეულ ჯგუფზე. და ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ აქვს ელექტრონული წიგნები, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ. ეს წიგნები ეხება პირველი არის სულიერ დამხმარეებთან კავშირზე, როგორ დავუკავშირდეთ თქვენ სულიერ დამხმარეებს, ასევე არის ბარაქაზე მეორე წიგნი და მესამე წიგნი მაქვს ნეგატიური ენერგიებისგან განთავისუფლებაზე. რო გადავიდეთ ასევე გაშლაზე, სელესტიტის კრისტალი ვინც აირჩიეთ პირველი ჯგუფი. გვაქვს სამი კარტი და პირველი ეს არის კვერთხების რაინდი ტაროს კარტიდან. ესეთი კარტი წმინდა ამეთვისტო. და გვაქვს ესეთი ისიდას ორაკულის კარტებიდან. რაც ეხება ეს კარტი ეხება თქვენს ცხოვრებისეულ მისიას და თქვენ შინაგან სიძლიერეს, რომელზეც უფრო გადავალ ცოტა ხანში გამიხილავ. პირველი აქედან რომ დავიწყოთ ტაროს კარტიდან. ანუ აქ რა ხდება? რჩევა რაც გეძლევათ თქვენი სულიერი დამხმარებისგან, პირველი არის ის, რომ შეიძლება შინაგანად გრძნობდეთ რაღაც ენერგიის მოზღვავებას, ან იმას, რომ რაიმე უნდა შეიცვალოს თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება იყოს, რომ ეს ცეცხლოვანი ენერგია გამოძრავებთ, შესაძლებელია ახლო მომავალშიც რაღაცა ცვლილება შინაგანად იგრძნოს თქვენ ცხოვრებაში, ან ნაპერწკალის დაბრუნება, ან შინაგანი რაღაც ცვლილება, რომელიც გიბიძგებთ უფრო მეტი ინტუიციური ნაბიჯების გადადგმისკენ. ასევე აქ შესაძლებელია იყოს, რომ რახან ამოგივიდათ ესეთი კარტი, რომელიც განიხილავს რეალურად განიხილავს მებრძოლის ენერგიას, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ღვთიური მებრძოლის ენერგია. ანუ თქვენ აქ შესაძლებელია თქვენი სული გეუბნებათ იმას, რომ თქვენში იღვიძებს ერთგვარი ღვთიური მებრძოლის ენერგია, რომელიც გიბიძგებთ იმისკენ, რომ თქვენი წინაღობები გადალახოთ, მიაღწიოთ მიზნებს, შეიძლება აქ იყოს, რომ თქვა ცეცხლოვანი ელემენტი გმართავთ თქვენ, ეს იყოს, რომ ზოდიაქოებსაც ეხებოდეს, რომ ლომი, ვერძი ან მშვილდოსანი იყოს თქვენი მმართველი, ან დომინანტი თქვენს ასტროლოგიურ რუკაში და ესეც რაღაცა მინიშნებასავით იყოს, მაგრამ რეალურად რახან გაქვთ აქ ერთგვარი შინაგანი მებრძოლის ენერგიის გააქტიურება, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ენერგია აქ უკვე მზად არის, ან უკვე ემზადება იმისთვის, რომ თქვენ ჩამოიცილოთ ყველა ის წინაღობა, შინაგანი იქნება თუ გარეგანი, რაც ხელს გიშლით იმაში, რომ რაღაცა მიზნებს ბოლომდე მიაღწიოთ. ასევე აქ შანსია, რომ თუ ინტუიციურად გრძნობთ რაღაც მინიშნებებს, თუ გაქვთ რაღაც უცნაური სიზმრები, თუ გრძნობთ თავს, რომ რაღაცა გეცვლებათ შინაგანად, რაღაც თქვა მინიშნებები უფრო ხვდებათ თვალში, იქნება ეს რიცხვები, სიმღერები და ასე შემდეგ, ესეც იყოს ერთგვარი ელემენტი ამ ყველანაირი განვითარების, რასაც ახლა გადიხართ, რახან ამეთვისტო გამოჩნდა. შესაძლებელია აქ იყოს, რომ ეს კრისტალი ასე თქვა მოგიწოდებს თქვენ რომ მასთან იმუშაოთ, თუ გაქვთ ამეთვისტო სახლში, ან თუ გაქვთ რაიმე სამკაული ამეთვისტოსი, კარგი იქნება მასთან მუშაობა ამჟამად თქვენთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად დაიძინოთ ამეთვისტოს გვერდით, ატაროთ სხეულზე, ან უბრალოდ მედიტაციის დროს გეჭიროთ ხელში. ეს კარტიც ასევე ამბობს იმას, რომ ხდება თქვენში
თქვარი ღვთიური ალქიმია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს გეხმარებათ თქვენი ნეგატიური ენერგია გარდაქმნათ პოზიტიურში, ან ნეგატიური სიტუაციები გარდაქმნათ პოზიტიურში და ეს გეუბნებათ, რომ ასევე ფოკუსი გადაიტანოთ თქვენს სურვილებზე და არა მაგალითად მაინდა-მაინც იმაზე, რომ რა გააკავებთ ან რა გიშლით ხელს. ანუ უფრო მეტად კონცენტრაცია მოაქრინოთ იმაზე, რომ რისკენ მიდიხართ, რის გაკეთება გსურთ, რა არის თქვენი ოცნება. და ესეც მოგიწოდებთ ერთგვარი წინაღობების გადალახვისკენ. ამ გზაზე, რაც დაგეხმარებათ, პირველი არის ის, რომ თქვენი ცეცხლოვანი ენერგია დაგეხმარებათ, სანთელს თუ დაანთებთ ხშირად და სანთლის ენერგიასთან იმუშავებთ, იქნება კარგი, ასევე ამეთვისტოს კრისტალი და შეგიძლიათ ასევე, რა თქმა უნდა, იმუშაოთ ისიდასთან. ეს არის ეგვიპტერი ქალღმერთი, შეგიძლიათ უბრალოდ მას თხოვოთ დახმარება, თუ გეძახით ეს ენერგია თქვენ, მაგრამ ჩანს რომ ხართ ამ გზაზე დაცული და თქვენში იგვიძებს ეს მებრძოლის ენერგია, რომელსაც უნდა რომ მიაღწიოს ყველაფერი იმას, რაც დასახული აქვს მიზნად. და ამ თქვენი სულიერი დამხმარები ამისკენ მოგიწოდებენ თქვენ. ეს იყო პირველი ჯგუფის გაშლა, მადლობა ყურადღებისთვის, ახლა გადავალ მეორე ჯგუფზე. მეორე ჯგუფისთვის ანგელიტის კრისტალი. თქვენ გაქვთ 3 კარტი და ნახოთ რას გეუბნებიან თქვენ სულიერი დამხმარები. პირველი გვაქვს კვერთხების დედოფალი. მეორე არის ესეთი წინაპრების სული. და ესეთი კარტი, რომელსაც ქვია ძმა სიბნელეში. ამას თავისი ლეგენდა აქვს, ამას ავხსნით ცოტა ხანში. პირველი თქვენთან რაც ჩნდება, ეს არის, რომ ნეგატიურ ენერგიაში შესაძლებელია იყოთ, შინაგანად ან შესაძლებელია თქვენ გარემოში ხვდებოდეთ ნეგატიურ ენერგიაში ხშირად. შეიძლება ეს იყოს, რომ ან ოჯახთან არის რაღაცა პრობლემა, შეიძლება სამსახური სადაც არის არ მოგწონს და ნეგატიური სივრცეა, შეიძლება ურთიერთობა არის რაღაცნაირად ნეგატიური თქვენ ცხოვრებაში, ან შესაძლებელია უბრალოდ არის რაღაც ისეთი ფაზა ამჯერად, რომელიც თითქოს ნეგატიურ ენერგიაში გამყოფებთ. აქ პირველ რიგში რჩევა არის ის, რომ თქვენს თავდაჯერებულობაზე გადმოერთოთ, თქვენს ისეთ ენერგიაზე, რომელიც თქვათ გაგრძნობინებთ, რომ ხართ ძლიერი და არა სუსტი, დააკვირდეთ იმას, რომ რა გაძლიერებთ, ვინ გაძლიერებთ, რა სიტუაციები, რა ადამიანები, რა ენერგიები უფრო მეტად გეხმარებიან თქვენ. შესაძლებელია აქ იყოს, რომ თქვენი კონცენტრაცია არის გადმოტანილი ისეთ ენერგიებზე და ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ თქვენგან თქვათ მოტივაციის წართმევა, ენერგიების გამოცვლა და ასე შემდეგ და ანუ გიჭირდეთ აქ პოზიტივზე გადმორთვა, მაგრამ ზუსტად ეს არის ეს თქვარი ტესტი, რომელიც თქვენ გიბიძგებთ იმისკენ, რომ აი ამ თქვათ ნეგატიურ ენერგიაში ან გაუგებარ ენერგიაში ეცადოთ და საკუთარ თავზე გადმოერთოთ ან პოზიტივზე გადმოერთოთ, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ აი ეს რაღაც ნეგატივები, რაც შესაძლებელი არის თქვენში დარჩენილი ან თქვენში არსებობს ან გარემოში არსებობს, რომ გადალახოთ. ეს კარტი გვეუბნება იმას, რომ შეგიძლიათ ეს ნეგატიური ენერგია გადალახოთ ღვთიური ქალური ენერგიით. რას ნიშნავს ეს ღვთიური ქალური ენერგია არის თქვარი ძალიან ინტუიციური, რბილი ენერგია, რომელსაც უნდა ის რომ უბრალოდ მიყვეს დინებას და ინტუიციურად გადადგას შემდგომი ნაბიჯები. ამიტომ კარგი იქნება აქ თქვენთვის თუნდაც მედიტაცია, საკუთარ თავზე მუშაობა, თუ გეძახით რაღაცა მანიფესტაციები, რიტუალები, აფირმაციები, ამების გაკეთება, შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანი აქ კავშირში იყოს რაღაცა წინაპრების კარმასთან, ანუ წინაპრების კარმა იყოს აქ თქვენ შემთხვევაში რაღაცა ნეგატიური ენერგია. წინაპრების კარმა საერთოდ არის ხოლმე წამოსული რაღაც თაობებს მოყვება, შეიძლება იყოს ხოლმე გააზრებული ან გაუაზრებელი, როგორც ვიღებთ ხოლმე ამ წინაპრების კარმას, შეიძლება იყოს რომ ბებია ბაბუებისგან წამოვიდა ან დედმამისგან წამოვიდა, შეიძლება საერთოდ უფრო ბების და ბაბუისგან წამოვიდა, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე რომ ეს წინაპრების კარმა, ენერგია ძალიან ისე გამოვლინებული არის
ახალ თაობებში და შესაძლებელია ეს თქვენ თავში შეატყოთ ხოლმე. ამიტომ კარგი იქნება, რომ აი ამაზე იმუშაოთ, შეიძლება იყოს, რომ პატიება იყოს კარგი თქვენთვის, რომ პატიება გამოხატოთ წინაპრებისადმი, ან რაიმე რიტუალი აწარმოოთ, ასევე შეგიძლიათ თქვენი წინაპრების კარგის განთავისუფლებისგან. ასევე აქ მთავარი იდეა ამ კარტის არის ის, რომ შესაძლებელია აქ თქვენ დაინახოთ კიდეს, ან ზუსტად იცოდეთ, საიდან მოდის რაღაცა ნეგატივი თქვენ ცხოვრებაში, ან შეიძლება თქვენ საკუთარ თავში ხედავდეთ ზუსტად სად არის ნეგატივი, მაგრამ აი ეს мотивация არის აქ მთავარი, რომ შეინარჩუნოთ, ან იპოვოთ საკუთარ თავში, რომ ეს ნეგატივები გადალახოთ. ეს კარტი ასევე გეუბნებათ იმას, რომ ამ ნეგატივებს, ან რაღაცა პროგრამირებებს, კარმას, ნებისმიერ რაღაც ესეთ წინაღობას თქვენ გადალახავთ, თქვენი ესე ვთქვათ, შინაგანი არსი, თქვენი სული ამისთვის მზად არის და თქვენი ესე ვთქვათ იღბალი აქ და თქვენი სული და მაღალი მე ზუსტად ამისთვის არის გამიზნული აქ, რომ თუ რაღაცა პრობლემა ან წინაღობა შეგხვდათ ან ნეგატივი, რომ ეს ყველაფერი გადალახოს. ამიტომ აქ თქვენ წარმატებული იქნებით აი რაღაცა ნეგატივების ჩამოცილებაში, რაც შეიძლება ეხა გარშემო გქონდეთ ან შინაგანად გქონდეთ. განსაკუთრებით მაშინ თუ უკვე ხედავთ საიდან მოდის ეს ყველაფერი. ეს იყო მეორე ჯგუფისთვის გაშლა, მადლობა ყურადღებისთვის და ახლა გადავიდეთ მესამე ჯგუფზე. მესამე ჯგუფი სელენიტის ქვა. თქვენთან არის 3 კარტი და პირველი გვაქვს აქ ეშმაკი. მეორე კარტი არის ქალღმერთი დიანა. და ეს არის შემდგომი კარტი, რომელიც უკავშირდება ეგვიპტელ ღმერთ ოსირისს. საკმაოდ საინტერესო ენერგია. ყველა გაშლაში რაღაცნაირად აქ ჩნდება ნეგატიური ენერგიები, წინა ორ ჯგუფში ჩანდა რაღაცა ცოტა ნეგატიური სიტუაციები, რომ ამის განთავისუფლებისკენ მოგიწოდებს თქვენ სულიერ დამხმარეები, მაგრამ აქ თქვენ რახან პირველი კარტი ამოგივიდათ ეშმაკი, ეს არ ნიშნავს მაინდამაინც რაღაც ძალიან სულს. პირიქით ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შესაძლებელია აქ ძალიან ნათლად და მკაფიოდ ხედავდეთ ყველა ადამიანის ნამდვილ სახეს, ან სიტუაციების ნამდვილ სახეს. შესაძლებელია აქ ხედავდეთ იმას, რომ რა არის, თქვათ, შემბოჭველი ენერგია, რა გბოჭავთ, რა გიშლით ხელს, რა არ არის თქვენს, თქვათ, სასიკეთოდ. ასევე ეს კარტი აქ გეუბნებათ იმას, რომ დრო მოვიდა რაღაცა ძველი გაუშვათ. შესაძლებელია აქ რაღაცის გაშვება გიჭირდეთ, შეიძლება იყოს, რომ ადამიანის გაშვება გიჭირთ, ან რაღაცა ძველი რუტინის გაშვება, ან რაღაცა ძველებური სიტუაციების გაშვება, რასაც შესაძლებელია წლებია მოყვებით, ან წლებია აკეთებთ, მაგრამ ხვდებით შინაგანად, რომ რაღაცა დაძველდა, შეიძლება რაღაც აღარ გემსახურებათ, შეიძლება ეს არის, რომ ურთიერთობა არის ძალიან რთული ვიღაცასთან, ან შეიძლება არის, რომ მოვიდა დრო ცვლილების ზოგადად თქვენ ცხოვრებაში და აი ამ ცვლილებისთვის ერთგვარი შეწირვა გვიწევს ხოლმე რაღაც კომფორტის ზონის, ძველი ცხოვრების, ძველი ადამიანების, ძველი სიტუაციების და ეს კარტებიც ამაზე მეტყველებენ, რომ თქვენთვის დრო მოვიდა, რომ აი ეს რაღაცა ეშმაკის კარტი, ანუ ეს ეშმაკის ენერგია არის შემბოჭველი, ილუზიური ენერგია, დრო მოვიდა, რომ ეს ენერგია, ასე თქვათ, ჩამოიცილოთ და გაუშვათ, ანუ ეს ბორკილები ჩამოიხსნათ. და ამაში დაგეხმარებათ ეს ენერგია, რაც აქ გამოხატულია ქალღმერთი დიანას ენერგიით, რომელიც ამბობს, რომ მოელოდეთ ყველაზე საუკეთესო გამოსავალს, რომ რაღაცას ძალიან დადების და პოზიტიურს მიაღწევთ აი ამ გზაზე, ეხლა რა გზაზეც დადიხართ. და შეძლებთ იმას, რომ ეს ყველაფერი ჩამოიცილოთ, ეს ბორკილები ჩამოიხსნათ, რაღაცა ასე ვთქვათ, უკან დატოვოთ, რაც აღარ გემსახურებათ. და ეს კარტი ასევე გეუბნებათ იმას, რომ თქვენი ფოკუსი იყოს გასწორებული, ასე ვთქვათ, თქვენს მიზანზე. და თქვენს, ასე ვთქვათ, ჩანაფიქრებზე, რაც ყველაზე მეტად ანუ გულით გინდათ. პირველი შეიძლება ჩანაფიქრი და მიზანი იყოს ის, რომ გამოხვიდეთ აი ამ რაღაც შემბოჭველი ენერგიისგან, ჩამოიცილოთ ეს ენერგია, ან პირიქით თუ ვერ ამჩნევთ ეს საიდან მოდის, შეამჩნიოთ, რომ აი საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. მაგრამ ეს კარტი აქ საკმაოდ ძლიერი კარტია,
რომელიც ოსირისზე უკავშირდება და ოსირისის არის ეგვიპტური ღმერთი, რომელიც არის ქვედა სამყაროს ღმერთი, ანუ მასთან ჩადიან, ასე ვთქვათ, გარდაცვლილი სულები. ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ აი რაღაც რაც ძველია, მოძველ და ტრანსფორმაციას საჭიროებს, ძალიან მეტაფორულად შეიძლება იყოს სულიერი ენერგეტიკული ურთიერთობრივი ან ფინანსური ნებისმიერი კუთხით, რაც თქვენ ცხოვრებაში საჭიროებს გაშვებას, ტრანსფორმაციას, აი ამისი დრო მოვიდა, რომ ჩააბაროთ, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი ოსირისს, ანუ მეტაფორულად დატოვოთ უკან და განიცადოთ აი ეს ტრანსფორმაცია, რისთვისაც აქ უკვე მზად ხართ და რეალურად აქ თქვენი სულიერი დახმარების გამზადებენ ამისთვის. შესაძლებელია ამას ყველაფერს დასჭირდეს, რა თქმა უნდა, ერთგვარი სიმამაცე, სიძლიერე, რომელიც თქვენ თავისებურად გაქვთ. უბრალოდ აი აქ თავდაჯერებულობა იქნება კარგი, რომ შეგიძლიათ რაღაცა იმის ისეთის უკან ჩამოტოვება, რაც მართლა აღარ გემსახურებათ. და ანუ ფოკუსი აქ აი ამაზე იყოს გადმორთული, კარგი იქნება, რომ შეეცადოთ და ეს ძველი რაღაც სიტუაციები ან პროგრამირებები ჩამოიხსნათ და სამუდამოდ, ასე ვთქვათ, უკან დატოვოთ. ეს გაშლა საკმაოდ ახლოს არის მეორე ჯგუფის გაშლასთან, შეგიძლიათ ორივე ჯგუფის გაშლას გადახედოთ და ნახოთ, ვთქვათ, ორივე მხრიდან თუ იღებთ უფრო მეტ პასუხებს. ეს იყო მესამე ჯგუფის გაშლა, მადლობა ყურადღებისთვის. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ მაქვს ეზოთერიული რიტუალების კურსი, გახსნილი 5 აპრილამდე არის მიღება ამ შემთხვევაში. შეგიძლიათ მომწეროთ პირადში Facebook-ზე ან Instagram-ზე, კურსებზე, წიგნებზე ან პირადი გაშლების შემთხვევაში. ლინკები იქნება აღწერილობაში ქვემოთ და ასევე კომენტარებში. მადლობა დიდი და წარმატებები.